სალამი კინოსტუდიის ტერიტორიიდან დღეს შემოვიპარე კინოსტუდიაში ჯაგა გრიპში ტარდება დღეს ძალიან საინტერესო დღე ლეიკას და ლეიცის კინო ობიექტივების პრეზენტაცია დღეს ჩვენება აქ იქნება სამი სინემა ლაინი იქნება ლეიც ჰიუგო, ლეიც ჰექტორი და ელსი. ხო და რავი შევაც ახლა ჯაგა გრიპის პავილიონში და გაჩვენებთ თუ რა საინტერესო კინო ობიექტივებს შემოგთავაზებს დღეს ლეიკა. იმიტომ რომ იცით რომ ლეიკა საკმაოდ საინტერესო კინოოპტიკას აწარმოებს. ხო, ან ფოტოოპტიკის გარდა კინოოპტიკას აქვს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციას, რადგან შეძლეს მოიწვიეს და ჩამოიყვანეს ოფიციალური ლეიკის წარმომადგენლობა საქართველოში და ჩამოგიტანეს ესეთი უნიკალური და ახალი კინო ობიექტივები. მათ ჩამოტანილი აქვს რამდენიმე ძალიან ისეთი ახალი ლინზები, რომელსაც წარმოიდგენენ და მოგვიყვებიან მათ და საერთოდ ამ კომპანიაზეც თავგან კომპანიაზეც გაგვაცნობენ და მოგვიყვებიან ბევრ რამეს. ესეთი ფორმატი იქნება, რომ ეხლა თვითონ ისინი გააგრძელებენ საუბარს ლინზებზე და კომპანიაზე, მერე გადავინაცვლებთ უკვე პრაქტიკულ ტესტებზე და მერე იქნება კითხვა-პასუხიც, რა თუ გაინტერესებთ ნებისმიერი რაღაცა შეგვიძლია ვკითხოთ. This is part of my job is to be friends with cinematographers all around the world and to provide as much education, support, creative options to cinematographers all around the world and to make sure that they know about the options that Lights Cine offers. So that's my job and I love it. Best job in the world. This is my colleague Tony. He's the head of sales again for this region. He's going to do a small presentation, very short, not boring at all. So, just to give you a quick overview about the history of Leica. So, Leica was founded in 1869 and our company is still based. It's near Frankfurt in Germany. And in 1910, a very talented employee joined the company, and that was Oskar Barnack. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო და ვორქშოპი, სადაც შევძელით შევეხეთ და გავტესტეთ ახალი ლეიც ჰიუგო, ელსი და ჩემთვის ყველაზე საინტერესო ჰექტორ სერია, რომელიც არის განკუთვნილი mirrorless სისტემებისთვის. მართლაც ჩემს სამყაროში აღმოჩნდი და ძალიან გამიხარდა ამდენი კინოოპერატორის, ფოკუს პულერების და კინოსარეკლამო სფეროდან სხვადასხვა წარმომადგენლის ნახვა, ასევე ძალიან ბევრი კინოსკოლის სტუდენტი იყო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. What tool do you use to measure? ჯაგა გრიპში ვერ დავგრიფე ჩემი კამერა, ვერ დავაყენე ვერსად, ძალიან შტატივი არ არის. მოკლედ, ესე ვილაპარაკებ. მართლა საინტერესო პრეზენტაცია იყო, სამწუხაროდ ობიექტივები ძალიან ლიმიტირებული რაოდენობით არის, მაგრამ როგორც გითხარით თავიდანვე, სამი სხვადასხვა ლაინი არის და აქ წარმოდგენილი არის ყველაზე იაფიანი ოპტიკაც, რომელიც გამოუშვეს უკვე mirrorless კამერებისთვის, E-mount-ი, RF mount-ი, L mount-ი ლეიკასი და PL-ზეც გამოვა. რაღაცა შუალედური არის ჰიბრიდული ოპტიკასავით არის ფოტო და კინოოპტიკას შორის. მოკლედ ამის კიტი, ყველაზე იაფიანი ჰექტორის კიტი იქნება დაახლოებით $50,000-მდე კი. არც თუ ისე იაფია, რა თქმა უნდა. მაგრამ 18 მმ-დან იწყება და ადის 100 მმ-მდე. და რაც შეეხება ყველაზე მაღალ ლაინს, იქ უკვე დაახლოებით $200,000-მდე არის კინოოპტიკის ფასი, ხო. რავი, ხელით შეეხები, დატესტავ, აქ სხვადასხვა ძალიან კაი ლეიკას კამერაც არის, ფოტოაპარატი. დანარჩენი ორი სალი არის და რავი, გავტესტავ, მეც ახლა ფილი კაია, ახლა რომ მქონდეს, რომ წავიღო სატესტო და გადავიღო რამე, ვაფშე საინტერესო იქნებოდა და კარგი იქნებოდა.
კაია რა, აუცილებელია ესეთი ღონისძიებები, ძალიან ხშირად უნდა ჩატარდეს და საქართველოს მეტად პოპულარული უნდა გახდეს გლობალ მარკეტისთვის, გლობალ მედია მარკეტისთვის. მოდი გავაკეთებ პატარა მიმოხილვას სინემა ობიექტივების ლაინზე და გეტყვით იმას, რომ სამივე სერიას გააჩნია თავისებური ხასიათი. ძალიან მხატვრული ობიექტივები არის, რომელიც გვაძლევს საშუალებას მივცეთ ჩვენ კინოს და გამოსახულებას უნიკალურობა. Hugo არის full frame სერია, რომელიც ძალიან სწრაფი დიაფრაგმებით გამოირჩევა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა არის 1:5 და რაც მთავარია ძალიან დიდი ფოკუსური მანძილის არჩევანი გვაქვს. ყველა ფრეიმია 18 მმ-დან 135 მმ-მდე ადის. აბსოლუტურად ყველა კინოობიექტივი არის ერთნაირი ზომის. წონაშიც თითქმის ყველა ერთნაირია და არ აღემატება 1 კილოგრამს და წინა ფილტრის ხრახნის ზომა 95 მმ-ია. Hugo სერიიდან გამოირჩევა ძალიან 18 მმ-იანი ობიექტივი, რომელსაც ძალიან მცირე ფოკუსური მანძილი აქვს და შეგიძლიათ ოფიციალურ ვებგვერდზე გადახვიდეთ, ნახოთ ტესტები, თუ როგორ შეგიძლიათ ერთი ობიექტივით გადაიღოთ ერთიანი უწყვეტი ძალიან დიდი სცენა, სადაც გამოაჩენთ სხვადასხვა პერსპექტივებს. რაც შეეხება Hugo სერიის ფასს, ერთი სეტის ღირებულება, ანუ 8 ობიექტივის 150-დან $200,000-მდე მერყეობს. გააჩნია ბაზარს. So hello, I'm Tony. I'm from Lightszene. I'm sales manager for Europe, and we are in Tbilisi making a workshop, and we are talking a little bit about our lenses. Having the Georgian Society of Cinematographers, and we are very happy that they invited us and gave us the opportunity to speak to students and to young cinematographers and to experienced cinematographers as well. So it was an absolutely pleasure to showcase our lenses from our classic Super 35 mm lenses as well as to our latest product, the Hector lenses. ესე იგი მე სულ იმას ვიძახი, რომ აუცილებელია ესეთი ღონისძიებები და კი წელიწადში ერთხელ ხდება ესეთი ღონისძიებები, ძალიან მინდა რომ მართლა კვარტალში ერთხელ მინიმუმ მაინც ხდებოდეს ჩვენ ქვეყანაში ეს და მარტო თბილისში არა, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ყველა დიდ ქალაქში უნდა ჩავიდეს კინემატოგრაფი და ზოგადად მედია პროდაქშენი, რეგიონებიც უნდა გამავითაროთ ბეროთ უფრო რა. დღევანდელ ღონისძიებაზე ჩემი რამოდენიმე გაუნწერიც ვნახე. ძალიან დიდი მადლობა, რომ მასაპორტებთ, მიყურებთ მინიმუმ და რავი რა, ვეცდები, რომ არ გავმაზო ესეთი დღეები, ესეთი ღონისძიებები და ცოტაზე მაინც შეგახედოთ თუ რა ხდება კამერების უკან, კამერების წინ და რავი, ზოგადად საქართველოს მედია პროდაქშენში რა. მადლობა, ნახვამდის.